მაღალი მნიშვნელობის კუბელმა მამხილებელმა დაარღვია დუმილი საკუთარი ოჯახის სახელით ჰადეს ლასტრეს მორეირას მაიამიში დაპატიმრების შემდეგ. ანიას გიუჰერმინა ლასტრეს მორეირას და ბრიგადის გენერალი, რომელიც კუბის რეჟიმის ეკონომიკური უმაღლესი სარდლობის წევრია და გაესას ცენტრალური ფიგურაა. ამ შაბათს 2026 წლის 23 მაისს საქმე გამწვავდა, რადგან მარკო რუბიომ მისი მუდმივი ბინადრობა სამიზნეში ამოიღო. ამერიკელი აგენტები უკვე მას პატიმრობაში ამყოფებენ. და მისი შვილი ერნესტო კარვახალ ლასტრესი გამოჩნდა და თქვა, რომ ვერ უკავშირდება დედას და რომ ის სავარაუდოდ იზოლაციაშია. ეს ეპიზოდი არ გავს უბრალო იმიგრაციის პრობლემას. ეს გავს იმას, რომ ვაშინგტონი საბოლოოდ შედის იმ სფეროში, სადაც ჰავანა ყველაზე მეტად ცდილობს დამალვას. ფული, უძრავი ქონება, კომპანიები და კომუნისტური ელიტის ოჯახის წევრები, რომლებიც კომფორტულად ცხოვრობენ, მაშინ როცა კუბის ხალხი დეფიციტს გათიშვებსა და შიშს ებრძვის. რას აკეთებდა ჰადესი ამერიკის შეერთებულ შტატებში? რატომ გადაწყვიტა რუბიომ ახლა მოქმედება? როგორ შეიძლება ამ დაპატიმრებამ გზა გაუხსნას კუბის რეჟიმთან დაკავშირებული სხვა პირების წინააღმდეგ მოქმედებას? ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ CMPJ-ის ქონა, Instagram-ის ანგარიში ან თუნდაც ვებგვერდის დომენი უკვე უზრუნველყოფს ბიზნესის სახელის დაცვას, მაგრამ ასე არ მუშაობს ეს. სიმართლე მარტივია, ბრენდი ნამდვილად მხოლოდ მაშინ არის თქვენი, როცა ის რეგისტრირებულია ENPI-ში. ამ რეგისტრაციის გარეშე ნებისმიერ კომპანიას შეუძლია სცადოს იგივე სახელის გამოყენება, ეცადოს თქვენი იდენტობის წართმევას და საფრთხე შეუქმნას ყველაფერს, რაც თქვენ შექმენით. სწორედ ამიტომ ერთვება ამ პროცესში MUON. უკვე 10,000-ზე მეტი ბრენდია დაცული. მომსახურება სულად ონლაინ რეჟიმშია და კომპანია 17-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. MUON ბრენდების რეგისტრაციის სფეროში ავტორიტეტად იქცა და ეს კომპანია ჩემი სრული ნდობით სარგებლობს. ასე რომ ნუ დაელოდებით პრობლემის გამოჩენას, რომ შემდეგ დაიწყოთ გამოსავლის ძებნა. დაიცავით თქვენი ბიზნესის სახელი ახლავე. ბული აღწერაშია და ასევე ეკრანზე მოცემულ QR კოდში. ადის ლასტრეს მორეირა მაიამიში დააკავეს იმიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების გამოძიების აგენტებმა. ის არის ანია გიუჰერმინა ლასტრეს მორეირას და რომელიც ბრიგადის გენერალია და გაესას აღმასრულებელი პრეზიდენტი, სამხედრო კონგლომერატი, რომელიც კუბის ეკონომიკის ცენტრალურ სფეროებს აკონტროლებს. დაკავება მოხდა 21 მაისს და ამერიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ ადიზი კვლავ პატიმრობაში რჩება. ბრძანება განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან ადიზი შეერთებულ შტატებში შევიდა როგორც ლეგალური მუდმივი რეზიდენტი 2023 წლის 13 იანვარს. ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ არ არსებობს ამერიკის მოქალაქეობის ან შეერთებული შტატების პასპორტის მოთხოვნის ჩანაწერი. მარკო რუბიომ გააუქმა მისი მუდმივი რეზიდენტობა იმ შეფასების საფუძველზე, რომ მისი ყოფნა შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინტერესებს კუბასთან მიმართებაში. სიჩუმე დაარღვია მისმა ვაჟმა ერნესტო კარვახალ ლასტრესმა, რომელიც ამერიკის მოქალაქეა. მან თქვა, რომ ვერ შეძლო დედასთან საუბარი, აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ იზოლაციაში იმყოფება და დაამატა, რომ ეძებდა ადვოკატებს, რათა გაეგო რომელი კანონი იყო დარღვეული. ოჯახი შოკში იყო, მაგრამ საქმე მხოლოდ ოჯახურ დრამას არ შემოიფარგლა. დაპატიმრება ვაშინგტონის პოლიტიკური გზავნილი გახდა ფლორიდაში კუბის რეჟიმთან დაკავშირებული ქსელების წინააღმდეგ. რუბიომ თქვა, რომ ჰადესი მართავდა უძრავი ქონების აქტივებს და ცხოვრობდა ფლორიდაში. იმავდროულად კი ეხმარებოდა ჰავანის კომუნისტურ რეჟიმს. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში არ იქნება ადგილი უცხოელებისთვის, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენენ და ფუფუნებაში ცხოვრობენ. ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისინი ამერიკის დიპლომატიის ხელმძღვანელისგან მოვიდა და არა პოლიტიკური კომენტატორისგან. თავარი საკითხი ისაა, რომ ვაშინგტონი მიზანში იღებს ფინანსურ ქსელს და არა მხოლოდ გვარს. შინაგან უსაფრთხოების საგამოძიებო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჰადესის შეერთებულ შტატებში დარჩენა გაგზავნიდა მესიჯს, რომ ჰადესი კუბის რეჟიმთან დაკავშირებული ქსელები შეძლებდნენ ამერიკული ფინანსური, საგანმანათლებლო და სოციალური ინსტიტუტების გამოყენებას. ტრამპის ადმინისტრაციისთვის ეს კარი უნდა დახურულიყო მანამდე, სანამ ის ჰავანას ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად გადაიქცეოდა. ოჯახური კავშირი მნიშვნელოვანია, რადგან ანია გილერმინა ლასტრეს მორეირა კუბის სტრუქტურაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოზიციას იკავებს. ის ხელმძღვანელობს გაესას, ჯგუფს, რომელიც რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან არის დაკავშირებული. კუბაში, რომელიც წარმოდგენილია ტურიზმში, ბანკებში, ფულადი გზავნილებში, მაღაზიებში, სასტუმში, სასტუმროებში, ლოგისტიკასა და მყარ ვალუტაში ვაჭრობაში. რუბიო ადანაშაულებს კონგლომერატს, რომ ის ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფოში, აკონცენტრებს ფულსა და პრივილეგიებს. მაშინ, როცა ჩვეულებრივი კუბელები აწყდებიან საკვების, მედიკამენტების, საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტს. საქმე კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ჰადესი როგორც ჩანს დაკავშირებულია უძრავი ქონების ბიზნესთან ფლორიდაში.
მედიაში მოხსენიებული ჩანაწერები მიუთითებს კავშირებზე ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Remas Investments LLC და Santa Helena Investments LLC, რომლებიც უძრავი ქონების ინვესტიციებსა და ქონების ყიდვა-გაყიდვაზე არიან ორიენტირებული. კუბადან წასვლამდე მას ასევე სავარაუდოდ ემართა ტურისტული გაქირავების უძრავი ქონება ჰავანაში, მათ შორის ბინები, რომლებიც განთავსებული იყო განთავსების პლატფორმებზე. ეხლა ამ საქმესთან დაკავშირებული მთავარი კითხვა მარტივია. ეს კომპანიები მხოლოდ კერძო ბიზნესები იყო, თუ ისინი უფრო დიდი მექანიზმის ნაწილი იყვნენ, რომელიც კუბის რეჟიმს უკავშირდებოდა. ეს არის ხაზი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს პროცესში. ხოლო ის, რომ ძლიერი ლიდერის და ხარ, შეიძლება არ იყოს საკმარისი ყველაფრის დასამტკიცებლად, მაგრამ თეთრი სახლი და რუბიო, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ მთლიანობაში ეს ყველაფერი უფრო დიდ რამეს აჩვენებს. ოჯახური კავშირები, აქტივები, ბიზნესები და სიახლოვე იმ ელიტასთან, რომელიც კუბის ეკონომიკას აკონტროლებს. იმიგრაციის ადვოკატმა, რომელიც დებატებში მოусმინეს, განმარტა, რომ სახელმწიფო მდივანს შეუძლია მუდმივი ბინადრობის გაუქმება. ეს ნიშნავს, რომ ჰადესი არა მხოლოდ ჩვეულებრივი პატიმრობის წინაშე დგას. ის შედის იურიდიულ და პოლიტიკურ დავაში, სადაც ამერიკის მთავრობას მოუწევს დაასაბუთოს, რატომ წარმოადგენს მისი ამერიკის ტერიტორიაზე ყოფნა ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს. ოჯახის დაცვის მხარე ცდილობს საქმე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად და მკაფიო ახსნის არარსებობად წარმოაჩინოს. ერნესტო ამტკიცებს, რომ მუშაობს იხდის გადასახადებს და სჯეროდა, რომ ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტებს პატივს სცემენ. თუმცა ვაშინგტონი ამ შემთხვევას სხვა კუთხით განიხილავს, არა როგორც მაიამიში მცხოვრები კუბური ოჯახის საშინაო პრობლემას, არამედ როგორც შეტევის ნაწილს იმ სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც კუბის რეჟიმს ინარჩუნებს. დაპატიმრება მოჰყვა ამერიკის ახალი სანქციების დაწესებას კუბის სამხედრო რეჟიმისა და მისი ეკონომიკური ოპერატორების წინააღმდეგ. მაისის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ზომები გაესასთან დაკავშირებულ პირებზე, მათ შორის ანია გილჰერმინა ლასტრეს მორეირაზე. ოფიციალური განმარტება იყო უკანონო აქტივებზე წვდომის შეწყვეტა და სამხედრო ელიტაზე ზეწოლა, რომელიც ვაშინგტონის თქმით იყენებს სტრატეგიულ სექტორებს გამდიდრებისთვის, მაშინ როცა მოსახლეობა იტანჯება. მომენტიც ამ ქმედების პოლიტიკურ წონას ზრდის. 2026 წლის 20 მაისს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მაიამიში ბრალდებები წაუყენეს რაულ კასტროს და სხვა პირებს, რომლებიც თვითმფრინავების ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ. ჯგუფ ჰერმანო საო რესკატეს თვითმფრინავები 1986 წელს ინციდენტში, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა. მეორე დღეს გაესას ხელმძღვანელის და დააკავეს. კუბის რეჟიმისთვის ეს ალყას გავს, რუბიოსთვის კი ეს შეტყობინებას გავს. დასრულდა დრო, როცა კუბის სისტემის მოკავშირეები შვიდად გადაადგილდებოდნენ, მაშინ როცა კუნძული იძირებოდა. სხვაობა ახლა ისაა, რომ ზეწოლა სიტყვებიდან პირად მიგრაციულ და ფინანსურ სფეროში გადავიდა. თეთრი სახლი ამ ეპიზოდს იყენებს, რათა გაამყაროს პირდაპირი პოლიტიკური თეზა. კუბის კრიზისი ფულის ნაკლებობა არ არის. ეს არის ფულის მიტაცება სამხედრო ელიტის მიერ. რუბიო ამბობს, რომ კუბელები ელექტროენერგიის გათიშვებსა და დეფიციტს განიცდიან, მაშინ როცა გაესა აგროვებს სიმდიდრეს, სასტუმროებს, ბანკებს, გზავნილებსა და სტრატეგიულ ბიზნესებს. ეს ნარატივი მიმართულია ფლორიდის კუბურ ამერიკულ საზოგადოებაზე და ზეწოლას ახდენს ჰავანაზე მტკივნეულ წერტილში, ელიტის ჯიბეზე. სურათი, რომელიც რჩება მძიმეა ჰავანასთვის, ქალი, რომელიც სისხლით არის დაკავშირებული კუნძულის ეკონომიკურ სამხედრო ელიტასთან, დააკავეს ამერიკის ტერიტორიაზე. მის ოჯახს საჯაროდ გამოსვლა მოუწია და მარკო რუბიომ ეს საქმე ფულის, პრივილეგიებისასა და კუბული კომუნისტური ელიტის საერთაშორისო დაცვის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართო. მე ვარ მიუსონ ალვესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული ყავდე. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დატოვე ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მიუსონ ალვესის საზოგადოებაში. შემდეგი